ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ზუსტად 2 საათში მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი იწყება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთთან გამართავს. დინამო არენაზე თამაში 8 საათზე დაიწყება. გულშემატკივრები თბილისის ქუჩებში უკვე იკრიბებიან და გეგმილია მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან დინამოს სტადიონის მიმართულებით. ლუკა ჩანგელია იმყოფება ახლა კომაგებთან ერთად. ლუკა, როგორია მათი განწყობა და მათი მოლოდინები? განწყობა არის ამაღლებული. მოლოდინი კი ერთადერთი დღეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიმარჯვოს და კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ ის ფეხბურთში სპორტის ამსახვებაში არის ლიდერი. მე ახლა მინდა გაჩვენოთ აღმაშენებლის გამზირი, სადაც კომაგები იმყოფებიან. კვლავ ხალხმრავალია მათი მსვლელობა და ბუნებრივია შემართება ამ კადრიდანაც ჩანს, სადაც ხედავთ, რომ ისინი მღერიან და ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. ეროვნული სულისკვეთება ტრიალებს თბილისის ამ ქუჩაზე, შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველოს დროშებით, ეროვნული ნაკრების დროშებით და იმ სიმბოლიკით, რომელიც დამახასიათებელია თავად ნაკრებისთვის იმყოფებიან ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ყველა თაობის წარმომადგენლები. თავარი სათქმელი მათი ის არის, რომ დღეს ქართველი ფეხბურთელები არ იქნებიან მარტო მოედანზე და მათთან ერთად იქნებიან ქართველები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ გამარჯვება. ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ გახსოვთ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს სამწუხაროდ მაშინ ეს მატჩი საქართველოს დამარცხებით დასრულდა. ახლა კი გულშემატკივრები კომაგები ამბობენ, რომ დღეს იქნება რევანშის დღე, როდესაც საქართველო დაუმტკიცებს თურქეთის ნაკრებს, რომ თავის მოედანზე გამარჯვებული მხოლოდ და მხოლოდ ის არის. მსვლელობა მუხტს აძლევს როგორც ფეხბურთელებს, ასევე ფანებს, რომ სტადიონზე შესულმა უფრო მეტად მხარი დაუჭირონ ფეხბურთელებს და თამაშს რაც შეეხება თურქებმა არ ვიცი როგორ ფორმაში არიან თურქები, მაგრამ არდაგიულერმა ლა ლიგის ბოლო ტურში გოლი გაიტანა. ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და წესით კარგ ფორმაში იმყოფებიან. მერთის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მეც ფეხბურთელი ვარ და ღმერთ მაქნას რომ ერთ დღეს მეც ვითამაშო ამ სტადიონზე. ძალიან რთული თამაში იქნება. წინა თამაში წავაგეთ თურქეთთან, რევანში გვაქვს ასაღები. წამყვანი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე და კიტაიშვილი არ არიან. რავი, ძალიან რთულთა და მძიმე თამაშველოდები მე პირადად. და იმედია მოიგებენ ჩვენი ბიჭების, იმედი მაქვს იქ არა იქ ზურიკო, იქ მიქაუტაძე და ნენელა ყველაფერი იქნება, იმედია ღმერთის წყალობით. რთული მატჩი გველოდება ნამდვილად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები მაინც ყველაფერს დადებენ მოედანზე, რა თქმა უნდა, ჩვენც კომაგები, ვინც აქ მოვედით, ვემზადებოდით ამდენი ხანია და მაქსიმალურად გავამხნევებ ჩვენ ბიჭებს, შევეცდებით მაქსიმალურად სტადიონი ავიყოლიოთ და საოცარი გარემო შევქმნათ ჩვენს ნაკრებს. იმედი მაქვს, რომ კარგად დასრულდება დღევანდელი შეხვედრა. ყველა თამაშის ტრადიციაა, რომ ყოველთვის ერთად ვიკრიბებით, ერთ გუნდად, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყოველთვის ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ბიჭებს მივცეთ სტიმული, კარგი თამაშისთვის და თავი მარტო არ იგრძნონ. დღეს ძალიან რთული თამაში გველოდება და იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ და ჩვენ თავს არ დავზოგავთ არასდროს, ეს არის ჩვენი ყოველთვის ტრადიცია. და რა თქმა უნდა რა გავიმარჯვებთ. ამის გარანტია წესით იქნება. წარმატება ბიჭებს. მე ვარ საქართველო და საქართველო დღეს არის დინამო არენაზე. ამას ამბობენ კომაგები და ამბობენ ისინი, რომ ყველა ვისაც ამის შესაძლებლობა იქნება არა მხოლოდ სტადიონზე, არამედ გარედაც უნდა მივიდეს მათ საგულშემატკივროდ იმისთვის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად ჭირდებათ ეს გაიგონ ქართველი ხალხის ხმა, რომელიც მათ გვერდში დგას. ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემი ყოფნა ამ კადრში ზედმეტია, დასასრულს დაგიტოვებ კომაგების კადრს, რომლებიც დინამოს არენასკენ მიემართებიან. წარმატებები ჩვენს ბიჭებს, მადლობა ლუკა. ეს იყო ლუკა ჩანგელია, რომელიც კომაგებთან ერთად მიემართება დინამო არენასკენ. ახლა კი პოლიტიკა. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების 34512 აბი მეთადონის, ასევე ჰეროინის, მორფინის და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ერთი პირი ბრალდებულად ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა სხვადასხვა სახის და რაოდენობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. უპრეცედენტო ნარკოდანაშაულის შესახებ მინისტრის მოადგილემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34512 აბი მეთადონი ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლები 1967 წელს დაბადებული ეფუს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონის აბები, ასევე ჰეროინის, მორფინისა და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა სხვადასხვა სახის და რაოდენობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ფონიჭალაში წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლელი პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან უპრეცედენტო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები 34512 აბი მეთადონი, ასევე ჰეროინის, მორფინის და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხე ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც საპოლიციო ღონისძიების შედეგად არის ამოღებული. აღნიშნული პირი ცნობილი იქნა ბრალდებულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში იწყება გიორგი მშვენიარაძის დაკითხვა. მანამდე კი დაბარებული იყო თამთა მიქელაძე, რომელმაც პროცესის ხვალისთვის გადადება მოითხოვა. საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები პროკურატურის გამოძიების ფარგლებში გრძელდება, რომელიც საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში გასულ კვირას დაატყადაღეს. თემაზე მუშაობს ნანა გოკატაწე, ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნანა, რას აცხადებენ მხარეები? სწორედ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროკურორების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მან სხდომათა დარბაზში შესვლამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ზუსტად არ იცის თუ რა შინაარსის შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა და თქვა ასევე ის, რომ ახლა დღის წესრიგში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას, ვიდრე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ვიცით, რომ უკვე მეორე დღეა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით იკითხებიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რომელთა საბანკო ანგარიშები პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააყადაღა. დღეს უნდა ჩატარებულიყო კიდევ ერთი სხდომა, სადაც უნდა გამოკითხულიყო და შეკითხვებისთვის უნდა ეპასუხა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელს თამთა მიქელაძეს, თუმცა დღევანდელი სხდომა მისივე თხოვნით გადაიდო. ვესაუბრეთ ჩვენ პროკურორებს, რომლებიც ამბობენ, რომ შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების მიზნობრიობას, პარალელურად შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება მათ მიერ დახარჯულ ფულს და პროკურორის განცხადებით ეს თანხა იხარჯებოდა გასულ წელს საპროტესტო აქციების დროს. შეძენილი აირწინაღებისთვის, ასევე წიწაკის სპრეისთვის და სხვა ატრიბუტებისთვის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეკითხვები იქნება, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების მხრიდან სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადებები. გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ჩემთვის წინასწარ უცნობია რა შეკითხვები ექნება პროკურატურას, მაგრამ ცალში რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ამ საკითხებზე ბევრად მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დღეს ის, რაც მთავარი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ვიზო რეჟიმის საფრთხე, რომელიც რეალურად არსებობს. 2024 წელს გაზაფხულის შემოდებაზე აქციები გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს, ადგილი ჰქონდა ძალადობას, გამოყენებული იქნა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, პიროტექნიკა, აალებადი ნივთიერებები, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები, რამაც გამოიწვია ძალადობრივი ქმედებების წახალისება, პარალელურად ადგილი ჰქონდა მონაწილეთა ფინანსურ წახალისებას, ჯარიმების გადახდას ასე შემდეგ, რამაც საერთო ჯამში გამოიწვია ის სურათი, რომ წახალისდა წინააღმდეგობა პოლიციელებთან მიმართ. რაც შეეხება ამ პირთა დაბარებას, ანუ სხვა გარკვეული პირები აფინანსებდნენ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით მომარაგებას, შეძენილი იქნა აირწინაღები, წიწაკის სპრეი და ასე შემდეგ, სხვადასხვა ნივთიერებები. ჩვენ გვაქვს შესყიდვის დოკუმენტაცია საქმეში, სადაც ჩანს, რომ გარკვეული ნივთები არის შეძენილი, რომელიც გამოყენებული იქნა 2024 წელს აქციის მიმდინარეობისას. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები, რამდენად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა ამას.
დასაკითხი პირი იყო თამთა მიქელაძე და მასთან ჩვენ მქონდა გარკვეული კითხვები. კერძოდ საქმის გარემოება შეეხებოდა 2024 წელს აქციების დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ეს იყო ძირითადად სოციალურ ქსელში და ის მიუთითებდა, რომ უნდა შექმნილიყო წინააღმდეგობის ადგილები, ასევე უნდა გაფიცულიყო საჯარო სექტორი, მოსახლეობას უნდა გაეწია წინააღმდეგობა და ასე შემდეგ. სწორედ ამ განცხადებებთან დაკავშირებით და პლუს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ჰქონდა კითხვები. ახლა რაც შეეხება შესყიდვებს კონკრეტულად, მათ მიერ შესყიდული იყო რესპირატორები, შესყიდული იყო სახის დამცავი სათვალეები და შესყიდული იყო წიწაკის სპრეი. კონკრეტულად ჩვენ გვაინტერესებდა მიზნობრიობა, რა მიზნით იქნა შეძენილი აღნიშნული ნივთიერებები, როდესაც აქციები მიმდინარეობდა და როდესაც ამ აქციებში თავად სოციალური ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში პროკურატურა მოსამართლის განჩინების საფუძველზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა. მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით პროკურორების მიერ დასმულ შეკითხვებს უკვე უპასუხა ისპედის ყოფილმა ხელმძღვანელმა და IDFI-ის მოქმედმა დირექტორმა. ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოში იმყოფება კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მადლობა ნანა, თქვენ უსმენთ ნანა გოგატაძეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ-უფროს მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს. უწყების ინფორმაციით პირველ მოადგილედ შალვა მაღრაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. სუსის ხელმძღვანელის მოადგილეები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბარაშვილი იქნებიან. თქვენდა მამუკა მდინარაძის დანიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე უახლოეს თვეების განმავლობაში უკვე შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1 და 2 წლის. ანჟეი დუდას განცხადება, რომ უკრაინას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა. ისინი თავიდან ცდილობდნენ ომში ჩაეთრიათ ყველა. ეძებდნენ მათ, ვინც აქტიურად იბრძოლებდა მათ გვერდით რუსეთის წინააღმდეგ. განაცხადა ანჟეი დუდამ პოლონურ მედია რომანოვსკი ლაივთან ინტერვიუში. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება აღიარებაა ქართული ოცნებისთვის და კიდევ ერთი დასტური, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოშიც სურდათ. ყველას გვახსოვს, პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ხო, ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად ეს იყო უშუალოების საბჭოს დივანი, ეს იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და შემდეგ ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას და როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, გახსოვთ რა მოაყოლეს ამ ყველაფერს. ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. ხო, უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე. ნუ ამას ადასტურებს რა თქმა უნდა დამატებით უკრაინის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე. არსებობდა კონკრეტული გეგმა, კონკრეტულად საქართველოსთან იმართებით. და ეს იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან მოდიოდნენ deep state-ის წარმომადგენლები და ღიად ითხოვდნენ დაახლოულ გარს მიღმა მეორე ფრონტის გახსნას. ამაზე თქვი თუ არის და ამას მოყვა შემდეგ შანტაჟი, ამას მოყვა კანდიდატის სტატუსის წარმოცემა, მე მოლაპარაკებების არ გახსნა, შუალედებში კიდე 1000 რამ უკრაინის ხელისუფლებისგან აგრესიული განცხადებები. უნდათ რომ ქართული ხალხი, ქალები, ბავშვები ყოფილიყვნენ ამ ორი ომის მონაწილე. ხო, ამ ეს უნდათ ზუსტად. აბა რო გამოდგა ეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი 28 თებერვალს 4 დღის დაწყებული ომია და მოუწოდებს აი ამ ორკულ საზოგადოებას ნაცორკებს რომ მიდით და ხელისუფლებას მოთხოვეთ რომ სახელმწიფო თვითმფრინავით გამოუშვას ხალხი ომში. აი ესე გვითრევდნენ ომში, როგორც კი დაჭირდათ
გაგვწირა ბევრმა. მოყოლილმა კიდევაც ქალბატონი დეგნანი ელჩი როგორ მოვიდა ჩემთან 28 თებერვალს 4 დღის დაწყებულია ომი და კიევს არის მიმდგარი რუსული ჯარი, როგორ მოდიოდა და კატეგორიულად ითხოვდა რომ აირჩიეთ ახლა სად გახართ. უნდა მოახდინოთ ესკალაცია რუსეთთან, დაუწესოთ სანქციები, ჩაკეტოთ სა. ეს მოახსენე მე ბატონ ობრაიენს, როდესაც იყო ჩამოსული ახალ ელჩთან მაშინდელს დანიგანთან ერთად. იცით რა მითხრა? ხო, ალბათ ჩვენ მაშინ შევცდით, რომ ზედმეტი მოვითხოვეთ და ჩემი პასუხი იცით რა იყო? აი თქვენ რომ შეცდით, შეიძლება იმ შეცდომის გამო, აი ხა დღეს ვისი ტანკი იდგებოდა აი ამ ტერიტორიაზე, ეს სხვა იქნება. დეგნანი ავტომატით მოსული ჩემთან არ იყო, რომ აჰა შენ ავტომატი და წადი ისროლეო, მაგრამ ითხოვდნენ ესკალაციას ქვეყანასთან, რომლის ჯარიც 30 კილომეტრიდან აიქედან 30 კილომეტრში დგას. მათთან ითხოვდნენ ესკალაციას, ეკონომიკურ სანქციებს, ჰაერის ჩაკეტვას მათი თვითმფრინავებისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირ წიხლით ჩვენი შეტენვა ომში. ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობის მორიგი ფაქტი. ასე აფასებს მართველი გუნდი გუშინ ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს. ქართული ოცნების საკრებულოს წევრობის კანდიდატს მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ჯერ წყალის შეასხეს, შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეეხნენ. მოკვდები ისედაც კი მოგაქვს. უყვიროდნენ ოდიშარიას აქციის მონაწილეები. დაპირისპირება კახაკალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც ოდიშარია ოფისს ტოვებდა. არაეთიკური გახლავთ. რომ ადამიანის ჯანმრთელობას ეს დრამა გარკვეულმა აქტივისტებმა რაც რა თქმა უნდა ჩემთვის არაეთიკური არის ეს განცხადება გააკეთეს და ჩემთვის ყველასთვის არაეთიკური. სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი, ესე იგი ამ ადამიანის სახეებს რომ უყურებდი, ну არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელია. მაიკ ჯექსონის ცოცხალი რომ იყოს ტრილერს ალბათ მათი ჩართულობით თავიდან გადაიღებდა. არც გრიმი დაჭირდებოდა, არც ვიზაჟისტები და არც კოსტიუმები. აი წარმოუდგენელია, უბრალოდ ჩვეულებრივი ტიტუშკები არიან. გუშინ ბექა იყო მანამდე, სხვა ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და წარმოუდგენელია. ამ ადამიანებს ყველაფერი დაკარგული აქვს, ზნეობა, კულტურა, ყველაფერი აბსოლუტურად. რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან. ნუ მე ადამიანურად თანავგზნობ და გული მტკივა, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქე მე რა შეიძლება სხვა რაღაც პოლიტიკური შეხედულება კონდეს ამ მდგომარეობაში, როდესაც ხედავ ადამიანს, ნუ ძალიან მძიმეა. ჩვენ ნახეთ სახელდაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ჰისტერიულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვს დაკარგული, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, არქიფო სეთურის მრევლი, ჩვეულებრივი არქიფო სეთურის მრევლი, ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ხო ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გაუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს, მართლა ტრაგიკულია. ნაცი ორკების და ასე ვთქვათ, ნაცი ტიტუშკების ქმედება გუშინ იყო აბსოლუტურად ტრაგიკული. ორკები და ტიტუშკები გუშინ მოქმედებდნენ უსაქციელოდ. თბილისის მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახაკალაძემ წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინფრასტრუქტურის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. კახაკალაძემ ისაუბრა დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორისაა გზების მოწყობა, რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენობების განახლება და ბაგა-ბაღების მშენებლობა. კახაკალაძე ამ მრჩეველს სულ 5 პოლიტიკას წარუდგენს. პატივია რომ მაქვს შესაძლებლობა რა თქმა უნდა ზოგადად მიმართულებებს რაც შეეხება ეს არის урბანული ინფრასტრუქტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ასევე გარემოს პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასევე ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები. დღეს ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ვიცით თუ რა გამოწვევები არსებობს, რა სირთულეები და ყველას და ყველაფერს გავცემთ შესაბამის პასუხს. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო ლამაზი იქნება, კიდევ უფრო კომფორტული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კომფორტულად საცხოვრებლად. დღევანდელი პრეზენტაცია, როგორც მოგეხსენებათ, ეხებოდა ინფრასტრუქტურის საკითხებს, ასევე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ბუნებრივია, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8 წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს 8 წლის განმავლობაში.
ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად. ეს არის პირველ რიგში პირადად კახკალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. დონალდ ტრამპისთვის საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილს და ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ვრცელი წერილით ეხმაურება ზაზა შათირიშვილი. შათირიშვილი წერს Deep State-ის გეგმებსა და ქმედებებზე. ოლიგარქიული ოჯახები, მათივე ხელწერის თანახმად, სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად არასასრულო მთავრობებს. ხალხის ხელითვე ამხობენ, შემდეგ კი ამ ყველაფერს რევოლუციებად, დემოკრატიის გამარჯვებად ასახებენ. წერს შათირიშვილი, რომელიც სახელმწიფოების დაპყრობის უახლეს მეთოდებზე ვრცლად საუბრობს. Deep State სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც ჩვენ აგენტურას სრულიად დამსახურებულად ვუწოდებთ. თუმცა ამ პროცესებში აგენტების გარდა მონაწილეობს მასა, რომელიც სასარგებლო იდიოტებისგან შედგება. დღეს რუსთაველზე მდგარი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინონ, ამის ნათელი მაგალითია. საბედნიეროდ, სასარგებლო იდიოტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქართველი ხალხის სიბრძნესთან. თუმცა ასევე აღსანიშნავია ხელისუფლების მუდმივი მუშაობა, აქტიურობა, რათა საზოგადოება ფხიზლად იყოს. ეს პროცესი კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ როგორ კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით. საქართველოს პროკურატურის მიერ ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO-ების ანგარიშების დაყადაღებამ Deep State-ის მიერ ღიად მართული ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას, როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთ. კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შევაჯამოთ ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობაში, ხოლო Deep State-ის მორჩილი ევროპა კბილებით იცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO-ებს. რა ხდება ნუ თუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა, ნუ თუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია. სწორედ ეს არის მთავარი კითხვები და ვეცდები მარტივად და გასაგებად ავხსნა რეალობად. ცხადია, არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვაობა არ არსებობს. ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც Deep State იდგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ, საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან. ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაიწმინდოს Deep State-ის წარმომადგენლებისგან. მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ. თანაც უფრო აგრესიულად და ღიად. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის არის. რაც შეეხება Deep State-ის რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას. მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა ამერიკის შეერთებულ შტატების სასარგებლოდ. რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოკიდეს კისერზე. ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახდა. ცალმხრივი 15%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს. 600 მილიარდის ნავთობის შეძენას და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე. ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირის, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ Deep State იმართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, Deep State-ის მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს Deep State-ს ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია, ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც Deep State-ის ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან ამერიკის შეერთებული შტატების გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს. ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს, რომელიც თავში ვახსენე, მე იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელშიც სწორედ არის გადმოცემული ყველა წუხილი და გარკვეული წყენა, იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი Deep State-თან მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია.
როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება რა გაგიხდადო, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ტრამპი ანუ Deep State-ი არ ჩქარობს. მას უნდა რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ რომ მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად გალახული იჯდეს. ამიტომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი Deep State-ის მართული ევროკავშირისგან. და არა მხოლოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით. მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ არსებული ვაკუუმის, ხოლო მეორე მხრივ Deep State-ის რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს. მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს ოპოზიცია ეწოდება. შედეგად კი, როდესაც ლაპარაკის დრო დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან არათო სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარსდგება. შემაშფოთებელია Deep State-ის გავლენები, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ყობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატები და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევს Deep State-ის გავლენას. შემაშფოთებელი არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის გავლენები მსოფლიო მასშტაბით. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები, ხო? იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს Deep State-ის გავლენას, საბოლოოდ თეორიულად იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დანარჩენი დაულოდოთ მოვლენას. ჩვენ ვიცით რა არის ფაქტები. ფაქტები არის ის, რომ რასაც ჩვენ საუბრობთ Deep State-ზე, მავნე გავლენაზე, ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვაში აქ რევოლუციებზე, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ასეთ შეხარჯებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული, ყველაფერი ეს დაადასტურა დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ. ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ამ მხილებების მათი მხრიდან თავისივე წინამორბედის მხილებების შემდეგ ურთიერთობები აეწყოს ერთმანეთის ინტერესის პატივისცემაზე. ჩვენ ამაზე არაერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ვთქვათ, აი ეს არის ქართული ხალხის ინტერესი, გითხარით რა არის ამერიკელი ხალხის ინტერესი, დავსვეთ და მე არ მგონია, რომ ქართულ ხალხს აქვს რაღაც ისეთი ინტერესი, რომელმაც შეიძლება ამერიკელი ხალხის ინტერესებთან თანხმდაში არ მოდიოდეს. Deep State-ის გავლენებზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელიც. ეს არ არის რაღაც დიდი შეთქმულების თეორია. ეს არის შეთქმულება კონსტიტუციის დასანგრევად. მთელი სისტემა აშენებული მათი ბოროტის საქმიანობის დასაფარად. თქვა ტულსი გაბარტმა, განცხადება შტატების დაზვერვის ხელმძღვანელმა ეროვნული კონსერვატიზმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ კარგად იცნობს Deep State-ის მოქმედებებს, რადგან მისი სამიზნე თავადაც გამხდარა. ხედავთ თუ რამდენად ღრმადაა გამჯდარი Deep State, ისინი ვინც თვლიან, რომ უფრო ძლიერნი არიან ვიდრე კონსტიტუცია. იაზრებ იმ ამოცანის სირთულეს, რაც წინ გვაქვს. ხალხი საუბრობს Deep State-ზე, იმაზე თუ რა არის ეს. ეს არ არის რაღაც დიდი შეთქმულების თეორია. ეს არის შეთქმულება კონსტიტუციის დასანგრევად. დიდი ხანია ადამიანები ამას ახერხებდნენ, რადგან მთელი სისტემაა აშენებული მათი ბოროტის საქმიანობის დასაფარად. ამას Deep State-ის პროპაგანდის დახმარებით აკეთებენ. ჩვენ ვინც Deep State-ის სამიზნე გავხდით, კარგად ვიცნობთ მათ ტაქტიკას. ეს არის რეალობა, რომელშიც გვიწევს მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ღიად ვისაუბროთ და მკაფიოდ დავინახოთ, რომ სიმართლით ვიბრძოლოთ. ამიტომ ასე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გამოვლენა, რათა დამყარდეს ნამდვილი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაცული იყოს ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა ბაიდენისგან განსხვავებით უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა. Fox News-თან ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ ბაიდენის დროს ამერიკელი გადამხდელები იხდიდნენ უკრაინისთვის და არ არსებობდა იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებები. ახლა კი პრეზიდენტ ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ასევე ევროპელი მოკავშირეები კანადასთან ერთად ყიდულობენ ამერიკული იარაღის ომისთვის. შტატებში კი ქმნიან სამუშაო ადგილებს, რაც კარგია ამერიკისთვის.
დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი კონსტანტინოვკა გახდა ამჯერად რუსეთის თავდასხმის სამიზნე. ოკუპანტებმა საცხოვრებელ უბნებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 9, დაშავდა 7 ადამიანი. განადგურებულია მრავალსართულიანი შენობები, კერძო საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. მთავრობა მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამით ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით რუსეთის ძალებმა 100-ობით დრონი და 10-ობით რაკეტა გაუშვეს. პირველად 7 წლის განმავლობაში ჩინეთის დელეგაცია ევროპარლამენტს ეწევა. ინფორმაციას პოლიტიკო აფცელებს. გამოცემა წერს, რომ შეხვედრა შესაძლოა ოქტომბრის შუა რიცხვებში ან ნოემბრის დასაწყისში შედგეს. მაისში გაიმართება ევროპარლამენტარების ვიზიტი ჩინეთში. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ომი უკრაინაში, ვაჭრობა გაეროს როლი საერთაშორისო დღის წესრიგში და ადამიანის უფლებები. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო მსგავსი შეხვედრა 2018 წლის მაისში პეკინში გაიმართა. ჩინეთსა და ევროპარლამენტს დიალოგი პანდემიის გამო 2021 წელს შეწყდა, შემდეგ კი ჩინეთმა ევროკავშირის დეპუტატებს სანქციები დაუწესა. საპასუხოდ ევროპარლამენტმა აკრძალა ნებისმიერი ოფიციალური კონტაქტი. პოლიტიკო წერს, რომ აპრილში ორმხრივი სანქციების მოხსნის შემდეგ გაიხსნა გზა პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ ივლისში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დელ რაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პეკინში ჩავიდნენ, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინსა და პრემიერ ალი ციანს შეხვდნენ და 50 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აღნიშნეს. ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ გლორიაზე კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. სამთო ტრამვაის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაზარალებულთა შორის არიან უცხოელი ტურისტებიც. ავარიის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მომხდარის გამო პორტუგალიაში 4 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. არმანის სურვილის თანახმად დაკრძალვის ცერემონია საჯარო არ იქნება. დიზაინერი ერთდროულად იყო საკუთარი კომპანიის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი და კრეატიული ხელმძღვანელი. დიზაინერი არმანის ბრენდის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა, რომელიც სექტემბერში მოდის ჩვენებით და წვეულებით უნდა გამართულიყო. მანანა მენაბდე მახათა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი თუმანიშვილის თეატრში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა. მანანა მენაბდე მომღერლების დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. წერდა და ასრულებდა სიმღერებს და საზოგადოებას თავის საკუთარი განსხვავებული მუსიკალური ხელწერით დაამახსოვრა. მუსიკოსი 76 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა. იშხნელების შვილიშვილს პრაქტიკულად არ გაუმეორებია თავის წინაპრების გზა, თუმცა ყველაფერში, ყველა ჰანგში, ყველა ფრაზაში მუსიკალურში ის პატივს სცემდა წარსულს. აი ეს იყო ისეთი თანხმედრა წარსულისა და თანამედროვეობის, რომ აი მეორე მაგალითი აი ესეთი ძალიან გამიჭირდება, რო თქვა და ამ თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად უნიკალური მოვლენა ქართულ კულტურაში, ქართულ ხელოვნებაში და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი დანაკლისია. საოცარი მუსიკოსი, საოცარი ადამიანი, განსაკუთრებული მოქალაქე, ადამიანი, რომელთან შეხვედრაც არასოდეს დაგავიწყდება. ადამიანი, რომლის მუსიკაც იქნება მინამ სანამ ქართველი იმღერებს, ყველას მადლობა გადაუხადა წასვლის წინ, ალბათ ეს არის სამაგალითო მისი ბოლო წერილი დამშვიდობება და მადლობა ყველას მიმართ. მართლაც ერთადერთი იყო. ჩემთვის არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე დღე, ალბათ ჩემ ცხოვრებაში ქალბატონ მანანას რო ვაცილებთ და 3 წელიც არ იყო ალბათ რაც ვიმეგობრე, მაგრამ ამ 3 წელიწადში იმდენი რამე დატოვა ჩემში და იმდენი რამე მასწავლა. კურიერში რეკლამის დროა, დაგველოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა და ექსპერტებმა უმუშევრობის დაზღვევის სისტემის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მიხეილ სარჯვალაძემ ყურადღება საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვის შესაძლებლობებზე და გაამახვილა და განაცხადა, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანია ქვეყანაში დასაქმებულთა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებისა და სოციალური რისკების დაზღვევისთვის. საყურადღებო მიმართულება უმუშევრობის შემთხვევაში, სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში ადამიანის სოციალური უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შესაძლებლობა საერთაშორისო პრაქტიკაში კარგად აპრობირებული ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის უმუშევრობის დაზღვევა. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულად საინტერესო იქნება მუშაობის პროცესი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის ექსპერტიზის ფრანსი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა საშუალებას მოგცემს, რომ ახლო მომავალში რეალურად კონკრეტული ამ ინსტიტუციის ინტეგრირება მოვახდინოთ ჩვენს კანონმდებლობაში და შემდგომ ის ვაქციოთ ყოველდღიურ პრაქტიკად. ჩვენ კი გვაქვს სოციალური გარანტიები ერთის მხრივ, სადაც ყველა ადამიანი იღებს იმ საჭიროებების მიხედვით, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს ახალ გარკვეული გარანტიები მიბმული იმ პოლიტიკასთან, რასაც ქვია შრომის ბაზარი, რასაც ქვია შრომითი ურთიერთობები ზოგადად და ის შრომის კანონმდებლობა, რასაც დღეს ქვეყანა ნამდვილად ანვითარებს. განათლების სამინისტროსა და თურქეთის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდობისთვის ერთობლივი ინიციატივების განხორციელება, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების, ფორუმების, კონფერენციების, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივების ორგანიზება. თურქეთთან ასეთი მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტიდანაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეზობელია და ამ კუთხით ახალგაზრდობის სფეროში სხვადასხვა პროგრამების და პროექტების ერთობლივი განხორციელება ორმხრივად სასარგებლო არის. ჩვენ დავიგეგმეთ, რომ შემდეგი ზაფხულისთვის დაახლოებით 50-60 ახალგაზრდა საქართველოსთან გაემგზავრება ზუსტად აი ამ ახალგაზრდული ბანაკის ფორმატში თურქეთში და ანალოგიურად თურქ ახალგაზრდებს უკმასპინძლებთ საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა უკეთესად შეიცნონ ერთმანეთის ქვეყნები, გაეცნონ ტრადიციებს, კულტურას, ჩვენ ვართ მეზობლები და შესაბამისად უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ. ჩვენ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს და გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროებში. ამ მიზნით დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდული გაცვლების, ბანაკებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტს თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და შედეგები გააცნო. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადიან. რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდა სისტემური ცვლილებებიც. საკმაოდ გაზრდილი რდობა საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან აქტიურად მუშაობთ საზოგადოებასთან, აქვს სხვადასხვა პირობები შექმნილი იმისათვის, რომ გაიზარდოს мотиваცია ახალგაზრდებისა და ჩვენ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ თითქმის ნახევარი ნებაყოფლობით რეგისტრირდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, რომელიც არის სხვადასხვა ვარიაციებით ახალგაზრდებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ იმდენად მიმზიდველი გავხატოთ ახალგაზრდებისათვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური, რომ ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ძლიერი რეზერვის შექმნას და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას. სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს განაგრძობს. აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თერმული ნისლთა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად თავიდან არის აცილებული სიმინდის დაზიანება, ნათესობის უმეტესობა უახლოვდება მოსავლის აღების პერიოდს და პრაქტიკულად აღარ არსებობს მცენარის დაზიანების რისკი. რაც შეეხება გვიან ნათესებს, ღონისძიებები მიმდინარეობს ინტენსიურად ინსექტიციდების ლოდინის პერიოდის სრული დაცვით. სურსათის ეროვნული სააგენტო წლებია მუშაობს საღამე მასივების შეწამლაში, ცივი შესხურებით დღესაც მუშავდება. მოსახლეობა მაყოფილია. შარშან კარგი მოსავალი მქონდა. შარშან იყო არნახული მოსავალი.
კი შეწამლეს ყველაფერი და შედეგი მქონდა ერთი ის არ იყო დაზიანება და არაფერი. წელს კიდევ კარგია, უკეთესია კიდევ. მოსავალიც უკეთესია და რა ვიცი ჩვენ ყვაყოფილები ვართ ამაზე. გურიისა და რაჭის შემდეგ სამცხე ჯავახეთი. გემოფესტი ამჯერად ბორჯომის ისტორიულ პარკში გაიმართება. 15 ადგილობრივი მზარეული, რომლებმაც მასტერკლასები ცნობილ ქართველ შეფებთან გაიარეს, კულინარიულ ფესტივალზე მისულ სტუმრებს მესხურ კერძებს სხვადასხვა ვარიაციით შესთავაზებენ. სამცხე ჯავახეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც ბუნება, ისტორია, კულტურა და გასტრონომია ერთ მთლიანობას ქმნის. აქ თითოეული კერძი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციაა, ხიდი თაობებს შორის. სწორედ ამიტომ ამ მხარეში მიღებული კულინარიული გამოცდილება დაუვიწყარ მოგზაურობას ჰგავს. ამ ბატაწუნა ხინკაში დეს მთელი მესხეთის გემო. წელს გასტრონომიულ დღესასწაულში შოთას მხარე პირველად ჩაერთვება. ადგილობრივი მზარეულები კი იმ კერძებს გაგვიზიარებენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მესხურ ოჯახებში მზადდებოდა. მსგავსი ტექნოლოგია სოფლიოს არც ერთ კუთხეში არ გვხვდება, როდესაც ყველს აი ესეთ ძაფის ფორმებამდე მიყავთ სხვადასხვა ტექნოლოგიური მოქმედებები. მონაწილეობას ვღებულობ გემოფესტში და ჩვენთან მოსულ სტუმარს ვთავაზობ მესხურ ქადა ხაჭაპურებს, როგორიც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ და მნიშვნელოვანი იყო ძვირფასი სტუმრისთვის. ჩვენი რესტორანი პირველად იღებს გემოფესტში მონაწილეობას. მოლოდინები გვაქვს, რომ დავაინტერესოთ ჩვენი მხარე ვიზიტორებს და იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს ჩვენი ჩანაფიქრი. ჩვენი იდეა რომ ლოკოკინა გაგვეტანა გემოფესტზე, ამით ვთვლით რომ ვიქნებით ინდივიდუალურები და ძალიან დიდ დაინტერესებას მივიღებთ ჩვენი კერძის და ზოგადად ჩვენი მხარის. 15-მდე ადგილობრივი მზარეული და 30-მდე მეწარმე ფესტივალის მონაწილეებმა გამოცდილ შეფ მზარეულებთან გადამზადება უკვე გაიარეს. 2 დღის განმავლობაში ბორჯომის ისტორიულ პარკში ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. გურიის და რაჭის შემდეგ გემოფესტი აგრძელებს მოგზაურობას თავის ტურნეს და შემდეგი ლოკაცია არის სამცხე ჯავახეთი და უნიკალური ქალაქი ბორჯომი, სადაც გიმასპინძლებთ გელით ყველას განსაკუთრებული კერძებით და გულთბილი დახვედრით. ისტორიულ პარკში კვების სივრცეების სამეწარმეო და ღვინის ბაზარი მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, გემოფესტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეებისა და ოჯახების ხელშეწყობა და მოგზაურების მოზიდვა. წელს ბოლო გემოფესტი ბორჯომში გაიმართება, კერძოდ ბორჯომის პარკში, სადაც ჩამოსული სტუმარი შეძლებს, რომ განსაკუთრებული, განსხვავებული და არც თუ ისე ცნობილი სამცხე ჯავახეთური გემოები დააგემოვნოს. რა თქმა უნდა, ეს იქნება როგორც ყოველთვის ტრადიციული გემოების ახლებური ვერსიები, ყავს 15-მდე მონაწილე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მეწარმეები, ასე რომ გელოდებით 6-ში და 7-ში 5 საათიდან ბორჯომის პარკში. გურმანებისთვის საყვარელი დღესასწაულის სტუმრების მოლოდინშია. წლევანდელი გასტრონომიული მოგზაურობა სწორედ სამცხე ჯავახეთში დასრულდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვარლამ ციკლაურმა მორიგი შეხვედრები გამართა ქალაქ ვალის ეგრეთ წოდებული მეორე შახტის დასახლებაში და სხვილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ზემო სხვილისში, სხვილისსა და ევლიტაში. კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო, რის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, ვიმსჯელეთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე, დავპირდი რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის და თითოეული სოფლისთვის. და გამოშვების ბოლოს ეთერს დაუთმობთ სტუმარს, პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება დიდუბის რაიონის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი და მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი.